საბოლოო სამოქმედო გეგმა ერთი ნაწილი ემხრობოდა ისევ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან დაბრუნებას, სწორედ ესენი წამოვიდნენ ათონელის რეზიდენციისკენ, მეორე ნაწილი კი რომლებიც ამ იდეას არ იზიარებდა, ის პაატა ბურჭულაძე გადაყვანილია კლინიკაში. მანამდე აქციის მონაწილეებს მიმართა მურთას მზოდელავამ, რომელმაც განაცი, მან მოუწოდა შეკრებილებს რუსთაველის გამზირზე დარჩენისკენ, ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ხვალ დედაქალაქის მთავარ გამზირზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს. იმასაც, რომ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება რამდენიმე მუხლით, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით. გავრცელა აუდიო მასალა, რომელიც ტელეკომპანია იმედისვე ინფორმაციით სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების სახშევასრულების დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩუ ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბარს ასახავს. ჩანაწერის ავთენტიკურობა